დიახეკო ბალდის მცველები, ბალდელი დედები ამჯერად ზუგდიდში ჩამოვიდნენ, ისინი სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში არიან ამ წუთებშიც და ელოდებიან შეხვედრის ჩანიშნოს სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორთან დავით ვერავასთან. დღეს ისინი გაუფრთხილებლად მოვიდნენ და როგორც ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რამდენიმე კვირის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ გუბერნატორისგან მიიღოთ პასუხები, თუმცა რადგან პასუხები ვერ მიიღეს, დღეს აქ ჩამოვიდნენ და პირდაპირ შეხვდნენ მას და მოსთხოვეს მათთან დამჯდარიყო გუბერნატორი და გაეცათ კითხვებზე პასუხები, რაზეც დათანხმდა ის, რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს შეხვედრა ბალდელ დედებთან და მიიღონ ის პასუხები, რომელიც რამდენიმე წელიწადია უკვე აწუხებთ ბალდელ დედებს. ისინი მოითხოვენ, რომ გაუქმდეს ის ხელშეკრულება, რომელიც მალულად იქნა დადებული და გასხვისება ბალდის კანიონის გაუქმდეს და დაუბრუნდეს ეს ტერიტორია ხალხს. ბალდელი დედები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან, არ დანებდებიან და ბრძოლას გააგრძელებენ, მანამ სანამ ეს არ იქნება მიღწეული, როგორც ჩვენთან ისინი საუბრისას აცხადებენ, თითქმის ყველა უწყებას მიმართეს, გარემოს დაცვის სამსახურსაც, ადგილობრივ მარტვილის მერიასაც, თუმცა კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს და ბოლო გზა მათთვის იყო გუბერნატორთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება, სადაც მედიისთვის შესვლა აკრძალულია, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ თუ დღეს ვერ მიიღებენ კითხვებზე პასუხს, აუცილებლად გააგრძელებენ ქუჩაში გამოსვლას, როგორც ეს 785 დღეა გრძელდება. Ვითხოვთ გუბერნატორთან ჩამოსვლას, იმიტომ რომ თითქმის ყველგან მცადეთ მისვლა და ყველა ესე ვთქვათ ორგანოსთან მცადეთ კომუნიკაცია, თუმცა არ მყარდება, სამწუხაროდ უარზე არიან სამინისტროც, დასავლური ტერიტორიების სააგენტოც, მარტვილის მერიისგანაც სიჩუმე არანაირი პასუხი და ამ შემთხვევაში გადავწყვიტეთ, რომ გუბერნატორი შეიძლება იყოს ის, ვინც მინიმუმ რაღაც პასუხი გაგვცეს ან დააორგანიზოს შეხვედრა დასავლური ტერიტორიების სააგენტოსთან და ბოლო-ბოლო გაირკვეს პრობლემის დასასრული როდის იქნება. თხოვნა უცვლელია, რასაც ვითხოვდით პირველ დღეს, არის ის, რომ გაუქმდეს მალულად გაცემული იჯარის ხელშეკრულება, რომელიც არის ასევე კორუფცია და დაუბრუნდეს ხალხს ბალდის კანიონი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ გაუქმდეს ეს ხელშეკრულება და საერთოდ გაუქმდეს ბალდის კანიონის 40 წლიანი იჯარი. არ საიდან არავინ არ მოგვაქცია ყურადღება. და ერთ-ერთი ეს ჩვენი მოთხოვნა არის, რომ გუბერნატორმა უნდა გვითხრას, რა ხდება ბალდის კანიონზე, რა მდგომარეობაშია დღესდღეობით და გაუქმდა თუ არა ეს ხელშეკრულება. ამ მოთხოვნით ვართ მოსული. 785 დღე არის ჩვენი შვილები დგანან კარავში და მორიგეობენ 24 საათიანი მორიგეობა აქვთ. იძულებულები გავხდით, რომ მართლაც გაუფრთხილებლად მოსულიყავით. და აი აქ ვდივართ ახლა და ველოდებით მოვიდა გუბერნატორი და გითხრა რომ შეხვდება და იმედია რაღაც საერთო აზრს გამოვნახავთ. დადებულ ხელშეკრულებას ვადა 28 ნოემბერს ამოეწურა, 28 ნოემბრის შემდეგ ბალდელი დედები უკვე თითქმის 17 დღეა ღამეს ათევენ მათ შვილებთან ერთად და როგორც ისინი ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, მთელი სოფელი გამოსულია ეხლა ბალდის კანიონის დასაცავად, რადგან ეს ტერიტორია არის ხალხის და არავის ეკუთვნის და აუცილებლად უნდა გაუქმდეს მათი თქმით ის ხელშეკრულება, რომელიც იქნა დადებული მალულად და დაუბრუნდეს ბალდის კანიონი ხალხს.